ეთნოსები და რელიგიები საქართველოში ვიქტორინა ამ სახელწოდებით მოსწავლეებისთვის გაიმართა. ღონისძიება საახალწლო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებით დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ვიქტორინის მიზანი მოსწავლეთა შორის საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა გამოსცა ორი ენციკლოპედია ეთნოსები და რელიგიები საქართველოში. ჩვენ ვურიგებთ ამ მასალას მოსწავლეებს, მერვე, მეცხრე, მეათე, მე-11 კლასის მოსწავლეებს. ისინი სწავლობენ რაღაც დროის განმავლობაში ამ საკმაოდ მოცულობით და აკადემიური შინაარსის მასალას და შემდეგ ვატარებთ ვიქტორინას. ვემზადებოდით ამ კონკურსისათვის დაახლოებით 1 თვე, საკმაოდ შრომატევადი პერიოდი იყო ჩვენთვის, რადგან ძალიან ბევრი მასალა დაგვიგროვდა იმისათვის, რომ ვისწავლოთ. განსაკუთრებით თემები იყო უმცირესობები საქართველოში, ეთნოსები და რელიგიური უმცირესობები საქართველოში. გავიღრმავეთ ცოდნა და საკმაოდ საინტერესო იყო, რადგან არ ვიცოდი თუ ამდენად მრავალფეროვანი იყო საქართველოში უმცირესობები, როგორც რელიგიური, ისე ეთნოსების მხრივ.